გესალმებით, მეგობრებო. მე მინდა გაგიზიაროთ ახლა ჩემი გამოცდილებები. ზოგადად ასტროლოგიაში როგორ მუშაობს კატეგორიული ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება. ეს კატეგორიულობა როგორ მუშაობს ასტროლოგიაში და ძალიან დიდი გზა მაგავლილი ასტროლოგებთანაც მაგალითად და ეზოთერულ სფეროშიც და ძალიან ხშირად ვაწყდებოდი ესეთ ტერმინოლოგიას, რომ ეს ფატალურად ესე მოხდება, ეს არ შეიძლება არაფრით, მაგალითად ჩავიმთვარე საჩუქროსანში ყავს არ უნდა წავიდეს უცხოეთში, ან პირდაპირ ჩანს აქ რომ ქმარი მოუკვდება, ან ცოლი, ან რაღაც ესეთი უბედურებები, ხო? როგორ მუშაობს სინამდვილეში ესეთი კატეგორიული დაპროგრამება, მოდით ესე ვთქვათ, ხო? და ძალიან ხშირად მოდიან, რომ მე მითხრეს, რომ ეხლა ძალიან ცუდი პერიოდი მეწყება და ძალიან მეშინია, ხო, ამ ყველაფრის. და ერთს გეტყვით ჯერ თვითონ პროგნოზირებაში როგორ მუშაობს კატეგორიულობა. პირველი რომ ჩვენ არ ვიცით, მეგობრებო, როგორ იმუშავებს 100%-ით. ნებისმიერ ადამიანთან ინდივიდუალურად ვლინდება ეს ყველაფერი და ჩვენ აქ ვერ ავიღებთ პასუხისგებლობებს. და თან რა არის იცით, უბრალოდ არ ვიცით ჩვენ მართლა როგორ იმუშავებს. შეიძლება მე ესე ვფიქრობდე, ან მე ვფიქრობ, რომ 90%-ით ეს იქნება მძიმე ამ ადამიანისთვის, მაგრამ შეიძლება ეს არ უთხრა და რატო იცით, რომ პირველი რომ მე არ ვიცი როგორ მძიმედ იქნება, მეორე როცა ადამიანს ვეუბნებით რომ რაღაცა მძიმე იქნება, გაცილებით მძაფრად აღიქვამს, ვიდრე რო ცხოვრობს ამ სიმძიმეს, ხო? აი ესე ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამიტომ ცოტა თავს ვიკავებ ხოლმე. ერთადერთი ვაფრთხილებთ უხედავ ადამიანთან, მაგალითად სატურნის დიდი დაბრუნება ეწყება. აი მაგალითად ვისაც ფარე ყავს ყუროში, ფარე ვერძებს უკვე დაეწყოთ ეს, მაგრამ ვისაც ყუროში ყავთ, მათ ეწყებათ ნენელა, რაც უფრო ბოლო გრადუსებზე ან ფარე ყურა, უფრო ეწყებათ ეს სატურნის დიდი პერიოდი, მაქვს ამაზე ვიდეო, სატურნის პერიოდი, ესე ქვია. და მათ უკვე ვაფრთხილებ რომ ცოტა რთული პერიოდი შეიძლება დაგეწყოს, ოღონდ სინამდვილეში სირთულეები კი არ არის, რაღაცეები არის აქ დასაფიქრებელი. რაღაც პერიოდი დაიწყება, სადაც უკვე აღარ გაგვივა ჩვენ ცოტა ისეთი მოქცევა, უპასუხისგებლო, მოდით ესე ვთქვათ, ხო? და ეს შეგვიძლია კარგ პერიოდადაც ჩავთვალოთ იმ კუთხით, რომ ბევრ გაკვეთილებსაც ვიღებთ, მაგრამ ცოტა პრობლემური შეიძლება იყოს ბევრისთვის უფრო, ოღონდ არა ყველასთვის. და ეს გადავწყვიტე იმიტომ, რომ არ ვამბობდი, ახლობლებსაც არ ვეუბნებოდი და მე საყვედურებიც მივიღე. რატო არ გამაფრთხილე? მაგამდე ხომ მქონდა შანსი, რომ მომზადებულიყავი ამ პერიოდისთვის. და ამიტომ უფრო დავიწყე ამ ბოლო დროს, ესე ფრთხილად განაის, რომ გული გაუკეთო ადამიანს. მართლა არ ვიცით, როგორ იმუშავებს. ანუ შეიძლება ადამიანმა პირიქით ძალიან კარგი წარმატებაც მიიღოს, ხო, ამ პერიოდში ბავშვი გაუჩნდეს, ოჯახი ყავდეს, კარიერაში წინსვლა ჰქონდეს, მაგრამ სატურნი მაინც ცოტა იძულების ენერგიას იძლევა. ეს ზოგადად რო გითხრათ, ხო, მაგრამ არის მე მაგალითად არის შემთხვევები, როცა ჩვენ ცუგა ვინც მოგვიყვანა აქ სხვათა შორის აგვეკიდა გზაში და წამოყვა და გზა გვასწავლა. ამისთვის ბევრი მოფერებაც მიიღო. და წარმოიდგინეთ, მე რასაც ვაწყდები ხოლმე, ხო, უფრო მეტად ადამიანებში, როცა მიყვებიან, თქვათ, ან სხვა ასტროლოგთან, ან თავისთვის გამოითვალეს რაღაც, ხო, რომ ეს კატეგორიულად არ შეიძლება. და ვხედავ, რომ აბსოლუტურად ეგრე არ არის. ან ზუსტად ეხლახანს გავიარე ის პერიოდი და არაფერი არ მოხდა ჩემთან, ხო? და საერთოდ არ ღირდა ამაზე ყურადღების გამოხვილება. და ხშირად ეშინიათ, იცით, რატომ ხდება შიშები? რაც უფრო არ ვიცნობთ პროფესიონალურ დონეზე სფეროს, მით უფრო ადვილი არის ჩვენ მოვტყუდეთ. ან ცოტა ილუზიებში გავეხვეთ, ხო? და სინამდვილეში ეს არის უცოდინარობა, მაგრამ რატომ უნდა იყოს ახლა მცოდნე იმან თუ იცის ის ასტროლოგია ისე დონეზე, რომ აღარ დაჭირდეს მისვლა ვინმესთან, ხო, ასტროლოგთან, მაშინ საერთოდ აღარ დაჭირდებოდა ეს კონსულტაცია. ესე იგი, მაინც არ აქვს ის გამოცდილება და ის ცოდნა. შესაძლებელია ძალიან ადვილი არის ესეთი ადამიანის მოტყუება. ხაშეს იგივე ეხება მკითხავებთან რო დადიან, მაგალითად, ან მაგებთან, ესე რომ ვთქვათ, მაგების სიტყვაზე, ჩვენ არა გვაქვს ცოდნა. ძალიან ადვილი არის გავეხვეთ ან მახეში, ან არასწორად გავიგოთ ინფორმაცია, ხო? და აი ესე მოგზაურობენ, ზოგი ცხვირს წაიტეხავს,
მეც მათ შორის ყოფილვარ. სხვათა შორის ეს ისე არ არის, რომ ეხლა ვეყავთ ესე ვიჯექი. მეც ეს გზები გავიარე. და ნუ მე ნელა მივხვდი, განათლება მივიღე, ცოდნა მივიღე, გამოცდილება მივიღე და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ესე არ მუშაობს. როცა არის შავი მთვარე მშობლოსანში არ ვამბობთ როის, არ უნდა წავიდეს უცხოეთში. როცა არის პლუტონის მძიმე ასპექტები, არ ვამბობთ რომ მოკვდება ადამიანი, უბედურება და ატყდება თავს. არ არის ესე და მაგიტომ და ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ გავაფრთხილოთ ადამიანი, რომ აი რაღაც პროცენტი არის, რომ აქ შეიძლება სირთულეები იყოს. ოღონდ მე თან ვუყურებ ადამიანს, რამდენად შეუძლია ამ ინფორმაციის მიღება. იმიტომ რომ აი ზოგი არის ძალიან ბევრი ტრავმები აქვს, ბევრი პრობლემები აქვს და უკვე ფსიქიკა ისე არის დასუსტებული ცხოვრებასთან ჭიდილში, რომ მისთვის ესეთი ინფორმაციები უკვე უბრალოდ ზედმეტია ხოლმე და რთული არის, ხო? და ხშირად აი როგორ გულიც უწყდება ხოლმე, იცით, რომ აი მოდიან და აი ნეტა აქამდე მოვსულიყავი შენთან, ან აქამდე სხვა ასტროლოგთან, ახლა ვიცი რამოდენიმე ძალიან კარგად მუშაობს და აბსოლუტურად ეს ესეთი ძალაუფლების დემონსტრირება, რომ მე შენ დაგაშინებ და შესაბამისად მე აქ ძალას ვიგრძნობ სიტყვაზე, ხო? ანუ სუფთა ჩემი აზრით ეს ამბიციების ამბავს უფრო უკავშირდება ესეთი ძალადობა ფსიქოლოგიურად ადამიანზე, ოღონდ ზოგი მართლა ესე არის, რომ აი რაც წერია, გონიათ რომ ესე შეიძლება იყოს, ეს პრობლემა მართლა შეიძლება იყოს, ხო? უბრალოდ ნელა გამოცდილებით ხვდები, რომ თავად ესე არ არის. ამაში არის საქმე, ანუ ყველას თავისი შეიძლება ზოგს თავისი ინტერესი აქვს, ზოგ შეიძლება მართლა შეეშალა, ან ზოგი მართლა ესე ფიქრობს, აქვს ამის დასაბუთება, მაგრამ მან ცოტა ფრთხილად უნდა შევარჩიოთ ხოლმე ადამიანსთან, როგორ შეიძლება ეს თქვათ და საერთოდ ღირს თუ არა ამის თქმა, ხო, ესეც არის, იმიტომ რომ მართლა არ ვიცით ბოლომდე როგორ იმუშავებს ეს. ამაში არის საქმე. მე ჩემი გამოცდილებით ამას მივხვდი, რომ რაც არ უნდა ტრანზიტები, პროგრესიები, დირექციები რაღაცა ჩანდეს, ეს არ არის, რომ აი ხა მე მაგალითად ერთ-ერთი კარგი პერიოდი მქონდა ყველაზე მძიმე ტრანზიტში, დირექციებში. აი ყველა ის ასპექტი, რომელიც ჩემ შემთხვევაში კარგად წავიდა, იყო ნეგატიურად. სხვა ასტროლოგისთვის ეს იქნებოდა, რომ რაღაც ძალიან მძიმე პრობლემა შეიძლება გქონდეს და არ იყო ესე, უბრალოდ მომიწია ცოტა რთულად იმ ზონაში გადაცხოვრება საზღვარგარეთ მაგალითად და მე აი ბევრი ისეთი ლოჯისტიკური საკითხები იყო ამ გადასახლებაში და აი ეს იყო ცოტა რთული, მაგრამ არა ის რომ ზოგადად ფონი იყო ჩემ შემთხვევაში რთული, ხო? და ეს ნელა მოდის გამოცდილებებით, მეგობრებო, როცა ვიკვლევთ, გვაქვს ინტერესი, ხო? და მე ხვდებით, რომ ნეგატიური ასპექტები ეს ნიშნავს, რომ შეიძლება რაღაცეები ხდება, მაგრამ ამისთვის ცოტა მეტი ძალისხმევის დახარჯვა გჭირდება. პლუს როცა პირად რუკაში არის, რომ აი შენ შვილთან გაქვს რაღაცა მძიმე რაღაც. შეიძლება ეს საერთოდ არ იყოს და ცოტა სხვანაირად გათამაშდეს. ამიტომ ძალიან ბევრი ცრურწმენას ეძახიან, მაგრამ ძალიან ბევრი საკითხი არის, რომ ცოტა მე პირადად ძალიან ფრთხილად ვეკიდები, იმიტომ რომ ვინმეს რამეს უმალავ, მართლა არ მუშაობს ხოლმე ზოგჯერ ეგრე. და თუ არის მართლა რთული, აი მირეკავენ ზოგჯერ თან კონსულტაციაზე მეორედ, მესამეთე წერებია, რომ მართლა კრიზისული სიტუაცია აქვს, ხო? და აი მართლა რაღაც შეემთხვა ადამიანს. აი მან უფრო რას ვთავთ, იცით, უფრო ფსიქოლოგიურ ანალიზს, რომ აი აბა როგორ უმკლავდები შენ კრიზისს, აბა რამდენად მიიღეს გაკვეთილი სამყაროსგან. ანუ ის კი არ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ როგორღაც დაუპანიკდეთ, მოვემზადოთ რაღაცა უბედურებისთვის, ამ დროს საერთოდ სხვანაირად გათამაშდეს. ხო, უბრალოდ მივყვეთ ცხოვრებას. ანუ ნაკლებად ჩავიხედოთ ისეთ რაღაცეებში, რომელიც შეიძლება ზუსტი არ იყოს და ზუსტად არ დავიპანიკოთ თავი, ხო? იმიტომ რომ თუ რაღაცა უნდა მოხდეს, გინდ მოემზადე, გინდ არ მოემზადო, მაინც ხდება. და ის მომენტი უკვე ჩვენ გვეხმარება, რომ დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, სად ვარ ახლა და რა გვჭირდება უფრო ცხოვრებისთვის, რომ აი ახლა ამ მომენტში მე მივიღო მაქსიმუმი. გავაცნობიერო რა ხდება ჩემს ცხოვრებაში, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ჩემი რჩევა იქნება, ხო, რომ აი როცა ესეთ თვით დაპროგრამებაც არის ხა მარტო ეს ასტროლოგია, ის ასტროლოგებთან წასვლა ისე ვთქვი, ზოგადად, მაგრამ და არც არავის კონკრეტულს არ გულისხმობ საერთოდ, იმიტომ რომ ხა ისე არ არის, რომ აი იმან ეს მითხრა, ამან ეს მითხრა, ხა ჩემთან ესეთი ჭრაობები არ მიდის, აქ ზოგადად ლაპარაკობთ, ხო? უფრო არის საუბარი ზოგჯერ, რომ თვითონ გამოიკვტანენ დასკვნებს, თვითონვე დაუსვამენ თავის თავს დიაგნოზს
და ნუ ხედავ რომ ადამიანს არ აქვს ზედაპირული ცოდნაც კი ასტროლოგიაში და ძალიან ნადვილად შეეშინდება ხოლმე რაღაცეების, ხო, იქ თუ არა მერვე სახლში წაიკითხეს და მორჩა უკვე ძალიან ეშინიათ, თუ არა მე-12 სახლში წაიკითხეს, ან პატარა კვადრატი წაიკითხეს და მართლა შინდებიან. ესეც აქაც მივდივართ გამოცდილობა შედარებით, ახლა როგორ უნდა იყოს გამოცდილება, ხო, როცა სწავლობ სიტყვაზე ასტროლოგიას, ხო? და აი მანდ არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი მოითმინოთ სიმშვიდე, მოთმინება, გაკითხვა, კიდე სხვა დეტალების საკითხვა. ანუ შეში ყოველთვის არის ცოტა ნაკლებ ინფორმირებულობასთან კავშირში. და აქაც ესე არ მუშაობს ასტროლოგია, მეგობრებო, გადაჭრით, რომ ერთი კომბინაცია და მორჩა ეგრე არის. იგივე კომბინაცია აქვს სხვა შეიძლება, მაგრამ ეგრე არ მუშაობს მასთან, ხო? და მას უკვე სხვა რაღაცა უთამაშებს იქ. ამიტომ ასტროლოგია არის მთლიანი კომბინაციების მეცნიერება, მოდით ესე ვთქვათ, ყველაფერი არის სათითაოდ გასათვალისწინებელი, ადამიანის სულიერი მდგომარეობაც არის გასათვალისწინებელი, როგორი ოჯახური კარმიდან არის, როგორი გზავნილებიდან არის, რომ ქვეყანაში არის ამასაც აქ და ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხო? როგორ მიდიოდა მისი ცხოვრება და მისი ბედი. ახლა ზოგთან მაგალითად სატურნი მზის ოპოზიციაში ერთება კვადრატი ძალიან მძიმედ მუშაობს, ზოგთან უბრალოდ შინაგანი ემოციური მდგომარეობა არის, სუბუქად და არც ისე ზუსტად, ხო? და არც ისე დამანგრევლად და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ინდივიდუალური გასაუბრება, ცოტა აი ემოციური კონტაქტის დამყარება, მაგალითად, ხო, ადამიანთან, აი საუბარი, მსჯელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ამით მეც უფრო ხვდები ხოლმე, როგორ შეიძლება მაინც რაღაც ასპექტებმა იმუშაოს, როგორ მუშაობს მასთან, მაგალითად, და ვეკითხები, აი ეს ასპექტი ესე მუშაობს ხოლმე, თქვენთან როგორ არის? ან თქვენ რა გამოიარეთ მაგალითად, ხო? და აი ამის მიხედვით უკვე ერთად ხვდებით ხოლმე, როგორ მიდის მისი ზუსტი კომბინაციები რუკაში. და ეს არის ძალიან ისეთი სამუშაო, მეგობრებო, აი მეც კი ვსწავლობ ყოველდღიურად, კიდევ დამატებით, მუდმივად გასანვითარებელი ზონა არის ასტროლოგია. ეს რომ ვისწავლე 20 წლის წინ და დღესაც იგივეს ვამბობ, ესე არ მუშაობს. მუდმივად არის გასანვითარებელი. თან იცვლება ტექნოლოგიები, იცვლება სოციუმი, იცვლება ენერგეტიკა, იცვლება სამყაროში და შესაბამისად ჩვენს გვიბიძგებს ცოტა სხვანაირად, ჩვენი პლანეტარული ენერგია სხვანაირად გამოვავლინოთ, ხო? და შესაბამისად ეს ასტროლოგიური კომბინაციები ცვალებადი ენერგია არის, მუდმივად უნდა ავყვეთ დროს, მუდმივად უნდა განვითარდეთ და ამიტომ ვამბობ, რომ აი თანამედროვე ასტროლოგია საერთოდ ხანერად მუშაობს უკვე. ესეთი რადიკალიზმი, აი ესეთი, ეს უფრო ძველებური სტილის ასტროლოგია არის, კატეგორიულობა, ხო? კომბინაციებში რო ესეა და მორჩა უფრო მუშაობს ცოტა სხვანაირად დღევანდელობაში, ბევრ რამე იცვლება. ახალგაზრდებთან ცოტა სხვანაირად ირთვება უკვე ესეთი, ანუ ბევრად უფრო მეტი თავისუფალი არეალი აქვთ განვითარების, ბედზე კონტროლის, მოდით ესე ვთქვათ, გაცნობიერების, სად ახლა ფსიქოლოგიურად დამუშავებული კლიენტი ან პაციენტი ფსიქოლოგისთვის, ხო? რომელსაც ბევრი აქვს უკვე საკუთარ თავზე ნამუშევარი და სად მისი ასპექტები და სად დაუმუშავებელი ადამიანის ასპექტები, ხო, ეს სხვადასხვა არის და რაც უფრო ცივილიზაცია ხდება გლობალური, რაც უფრო ინფორმაცია არის მასობრივად უფრო გავრცელებული, მით მეტი თავისუფლება აქვს ადამიანს ამ არეალში და მეტად უფრო შეუძლია თავის თავზე კონტროლი აიღოს და თავის ბედზე. ამიტომ მე ცოტა სხვანაირად უყურებ, მე უფრო სულ მიყვები ამ თანამედროვე ტექნიკებს, ფსიქოლოგიაში მაგალითად, მედიცინაში, სოციუმში, სოციალური სფერო იმდენად რადიკალურად განსხვავებულია, რომ აქ ახალი ხედვა არის საჭირო. ხო, უნდა მოერგო გარემოს, მოერგო ცვლილებებს და განვითარდე და ეწიო ამ ცვლილებებს და ხანდახან გავუსწრო კიდეც თუ რა ნიყავს აქტიური, ხო? ამიტომ აი მე უფრო ჩემი განხრარი მეგობრებო უფრო თანამედროვე ასტროფსიქოლოგია, სადაც კატეგორიულობის ადგილი არ არის, დაშინების ადგილი არ არის, დაპროგრამების ადგილი არ არის და პირიქით როცა ადამიანი ცდილობს რომ გახდეს ძლიერი სულიერად, გახდეს უფრო გამოწვევებთან მდგრადი და გამძლე ამ ყველაფერთან უკვე სულიერიც ბევრად შესაბამისად, იმიტომ რომ თუ სულიერება არა გვაქვს ჩვენ გვიჭირს ამ ცხოვრებასთან სწორი ორიენტირი და ბევრი რაღაცა ლაგდება მერე. ამიტომ მე უბრალოდ ჩემი თანამედროვე ასტროლოგიური გამოცდილებით
გირჩევთ რომ აი ცოტა მეტი ინფორმაცია ყველას მოусმინეთ, ყველასთან მიდით, შეყარით ინფორმაციები, განვითარდით ფსიქოლოგიურადაც, ხო? იმუშავეთ ყოველ თქვენს შინაგან მხარესთან, თქვენ მესთან. ხაშერის მაქვს ინდივიდუალური ესეთი უფრო ასტროფსიქოლოგიური ინდივიდუალური კურსები და ძალიან მინდა ჯგუფური თერაპიული კურსიც გავაკეთო ცოტა ხანში ასტროფსიქოლოგიის კუთხით, როდესაც აი ზუსტად აი ამ შიდა კონტაქტს სწავლობთ ხოლმე შინაგანად ჩვენში. და ასტროლოგია ძალიან გვეხმარება ზუსტად პირდაპირ წერტილებში ვიმუშაოთ და ეს არ ნიშნავს ტრავმებთან და უბედურებასთან შეხვედრას პირიქით, როცა ადამიანი ხედავს საკუთარ ნათელ პოტენციალს, უფრო ხედავს თავის კომბინაციებს კარგად და ძალიან მინდა ასეთი ჯგუფების გაკეთება და უახლოეს პერიოდში ალბათ შემოგთავაზებთ ესეთ სიახლეებსაც, იმიტომ რომ სუმთხოვენ რომ დადიან ესე ინდივიდუალურად ჩემთან და უკვე დროც არის, როცა უკვე ცოტა ჯგუფებთან მუშაობა ეს საერთოდ სხვა გამოცდილებაა, მეგობრებო, ინდივიდუალური, აი თუნდაც თერაპიაც რო ვეძახით, ან ინდივიდუალური რუკის გარჩევა საერთოდ სხვა არის, ჯერ ჩემ თავს შევიცნობ და მერე კონტაქტს სწავლობ ხალხთან, გარშე მომყოფებთან და ეს გვეხმარება მეტი ნდობა მოვიპოვოთ სამყაროს მიმართ, მეტად დაუახლოვდეთ ადამიანებს, ოღონდ ემოციურად და ეს ნიშნავს, რომ მე როდესაც ხედავ რომ აი ჩვენ თურმე გვაერთიანებს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ტკივილი სხვადასხვა კუთხით, ერთი ემოციები, ანუ ეს გაუცხოება რაც არის ადამიანებს შორის, ხო? აი ეს ბარიერი რომ მოიხსნება, მე უფრო იმას კი არ ვამბობ რომ ჩვენ ყველა უნდა ვენდოთ ერთმანეთს და ამაზე არ არის ლაპარაკი. როცა შიგნით მე კონტაქტზე გავალ უკვე ქვეცნობიერად სხვებთან და მე უკვე მე ინდივიდი სხვებთან, ინდივიდებთან ჯგუფში ვსწავლობ უკვე ურთიერთობას. აბსოლუტურად სხვა დატვირთვა აქვს ამ ჯგუფურ თერაპიას, ამიტომ მინდა ეს გავაკეთო და არა იმიტომ რომ უბრალოდ დამატებით საქმე მომეცეს, რომელიც არ მაკლია ისედაც. უბრალოდ არის შემდგომი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ხოლმე ეს გარე სამყაროსთან ჩვენი ურთიერთობების დაბალანსება და აქ მოდის უკვე გაფართოება ჩვენი პირადი წრის და გარე სამყაროსთან ნდობის სწავლა ურთიერთობის სწავლა და აგრესიის მოხსნა შესაბამისად, ხო? ეს ჩვენი შიდა კონფლიქტები რატო არის? იმიტომ რომ ჩვენ ან არ ვიძახით რა გვსურს, ან სადღაც დაგვაკლდა ეს, ანუ ჯერ ჩვენ თავში უნდა გავარკვევთ და მე უნდა ვისწავლოთ როგორ მოვითხოვოთ ეს ყველაფერი სხვებისგან, ხო ხდებით? და ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ახლა მე რასაც ვთაუბრობ, ხო, ასტროფსიქოლოგიის განხრით, ვიდრე აი შენ ეს გელის დავშინდეთ, დავისტრესოთ, შენ ქმარი მოგიკვდება, შენ ცოლი გაგითხოვდება და 1000 რაღაცეები, ხო? ეს ჩემი სტილი არ არის, იმიტომ რომ ეხა უკვე საერთოდ სხვა ეპოქაა, სხვა დრო არის, სხვა შესაძლებლობებია და აი ჩემი ინტერესია რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ, მეგობრებო, ის შესაძლებლობები, რაც ყოველი ჩვენთაგანი ვდებთ, ხო? მე თქვენ გეხმარებით, მე ვიღაცა სხვა დამეხმარა, იმ სხვამ ვიღაცას გაუღუ, ვიღაცა სხვამ გაუღვივა, ინტერესი. ესე არის და მთელი ადამიანები ვეხმარებით ერთმანეთს საბოლოო ჯამში, ხო? და აი ამ კუთხით ცოტა ამ სხვა სიმაღლიდან სხვანაირად ჩანს მე ეს ყველაფერი უკვე. ასე რომ აი როცა ამ სისტემაში შეხვალთ, თქვენ აღარ დაშინდებით, აღარ წამოეგებით, თქვა დეზინფორმაციას, ან არ შეიშინებთ თავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რატომღაც მინდოდა ეს თქვენთვის მომეყოლა, იმიტომ რომ სულ ისე მოდიან ხოლმე ჩემთან. ვაიმე ესე მითხრე სამართალია და ან ესე მეგონა, ვაიმე ეს ნახე ჩემ რუკაში და პანიკაში ვარ. ზოგს თავის შულზე ეშინია ძალიან, ზოგს თავის მამაზე ეშინია ძალიან და ესე არ მუშაობს მეგობრებო ეს სისტემა. დროებით.